მოგესალმებით. ესეთი გამონათქვამი არსებობს. კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო. მე ჩემი 60 წლის განმავლობაში მყავდა სულ 10 რო იტყვიან ძმაკაციო, მეტი არა, ძმაკაცი რასაც ქვია. ამ 10 ძმაკაციდან 3 იყო მუსლიმი. მაგრამ ქართველი მუსლიმი. კაცი გაჭირვებაში გამოიცანიო და ეს ყველა მიცის, მაგრამ თავის თავზე ბევრს არ გადაუტანია. ყველამ დღეს იცის სხვისგან გადმოცემით. მაგრამ მე ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს ყველაფერი ჩემ თავზე ვიწვნიე. მე ვიცი ვინ არის და როდის არის. მე როცა ვამბობ 10 ძმაკაცი მყავდა და ქვეყანაში ყველაფრის შემძლე ვიყავი, მაშინ ეს 10 ძმაკაცი მყავდა და ისე მოხდა, რომ 6 წელი მომისაჯეს და ციხეში გამიშვეს. მიზეს დღეს არ მოვყვევი. ვინაიდან ამ 6 წლის განმავლობაში მე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მე დღეს ვიმყოფები თურქეთში ჩემს მეგობართან ანისთან და ჩემს მეგობარ ანისთან ერთად, ჩემს მეგობარ გიოსთან ერთად. და მე დღეს მოგიყვებით თუ რა არის დღეს შაბათი დღეა და მიზეზი ჩვენი აქ მოსვლისა. ამ 10 კაციდან მყავდა ნომერ პირველი ძმაკაცი მუსლიმი, რომელთანაც 30 წლის ძმაკაცობა მაკავშირებდა. ეს კაცი იყო თურქეთიდან, წარმოშობით ქართველი, არხავიდან და ეს კაცი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ის ბანკში. ბოლო დღემდე. და მე მოგიყვებით ახლა გაჭირვების შესახებ. და ვინ არის მეგობარი შენი? ამ 10 წლის განმავლობაში როგორც გაიგეს ჩემმა ძმაკაცებმა, მეგობრებმა, რომლებიც დღედაღამე ჩემ კართან იდგნენ და მათთვის არაფერს არ ვიშურვებდი და არც დამიშურვებია და 10-ვე თქვათ ჩემით ამაყობდნენ. ნომერ პირველი ადამიანი იყო არხავში მცხოვრები ჩემი ძმაკაცი ოსმანი. საქართველოში 10 ჯერ ჩამოვიდა და ჩემ სასამართლოს დაესწრო. 10 ჯერ დაახლოებით ჩამოვიდა სტამბულელი ჩემი ძმაკაცი კიდევ. და ბაქოდან კიდევ ჩამოვიდა დაახლოებით 5 ჯერ, 6 ჯერ, 7 ჯერ, 8 ჯერ კიდევ მესამე მუსლიმი ძმაკაცი. დანარჩენი 7 სასაფლაო იმაზე ციხეში კი არა, სასამართლოზე კი არა. მათესთვის არ მოუკითხავთ და 100 ლარიც კი არ მიუციათ. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მე ამას იმიტომ ვყვები, რომ მომავალმა ეს გაითვალისწინოს და გაიგოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი. იმ დარჩენილ 7 მეგობარს ცხოვრება მე ავაწყობიე და ჩემს სახლში და ჩემს სამსახურში იდგნენ დღე და ღამე. და ლექსუსის ჯიპებით დადიოდნენ ჩემი ნაჩუქარით, მაგრამ ერთჯერ არ მოსულან და მათესთვის 100 ლარი არ მიუციათ. მე ფაქტს გეუბნებით. ციხეში გავიგე უკვე 5 წელი რო ვიყავი, 6 წელი მქონდა მიჯილი,
გავიგე რომ ოსმანი გარდაიცვალა. მე ოსმანისთან მაკავშირებდა მარტო პირადი ურთიერთობა კი არა. ეს გოგონა არის ოსმანის გოგონა. ეს ამოდენა პატარა ბავშვი იყო. მე როცა აქ დავდიოდი. ეს ჩემთვის არის როგორც მათე და დანარჩენი ჩემი შვილები. ეს ბიჭი არის ოსმანის შვილი. ესეც ესეთი პატარა იყო. ჩვენ შორის არ არსებობდა დაფარული რამე. ჩემთან მოდიოდნენ, მე მათთან მოვდიოდი. ოსმანის ბიჭია, ზედ გამოჭრილი მამამისია. კაცობაში, სინდისში, ნამუში, პატიოსნებაში და ვერავინ ვერ შეედრება მას. ქალბატონი არის ოსმანის და საუკეთესო ადამიანი. კეთილშობილი ადამიანი, რომლის მსგავსი არ დაიბადება. ქალბატონი არის ოსმანის მეუღლე და ამ ადამიანებმა იციან ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი 30 წლის ურთიერთობა. მე ციხიდან გამოვედი და ვერ მოვდიოდი თურქეთში რაღაც მიზეზების გამო. გუშინ შევიტყვე რომ ოსმანის დედა გარდაეცვალა, რომელსაც მე დედას უძახოდი. მე უცებ ვთხოვე გიორგის, მე ვთხოვე ანის, მე ვთხოვე ჩემს თანამშრომელს ანის, ჩემს მეგობრები არიან ესენი ყველა მიცის რომ მე თანამშრომლებს ჩემს მეგობრებს არ ვეძახი. მანქანაში ჩავჯექით და დღეს მოვედით აქ. ჩვენ დღეს ადამიანი დასაფლავდა. ჩვენ ხვალ წესი აქ არის სხვანაირი წესი. როცა ადამიანი გარდაიცვლება, საღამოს ასაფლავებენ, მაგრამ პანაშვიდები იმართება. ჩვენ ახლა ამ წუთას პანაშვიდზე ვართ მოსული. ხვალ სასაფლაოზე ავალთ და წესის თანახმად, ქართული წესის თანახმად, ჩვენი მოტანილი ღვინოთი აგერ გიო მოიწიე, ჩვენი მოტანილი ღვინოთი საზღვარზე პატივი ვცეს და დიდ მადლობას ვეუბნები ქართველსა და თურქ მესაზღვრეებს, ჩვენი ღვინოთი ვადღერძელებთ ქალბატონს, რომელიც დასაფლავდა უკვე. ჩვენ ხვალ მივალთ, ოსმანის საფლავს მოვეფერებით და დედამისის საფლავს მოვეფერებით. მე მინდა უთხრა ყველა ქართველს. მე დიდი გზა გავიარე და ესეთი გამონათქვამი არსებობს. ღმერთი არის ერთი. და ჩვენ მე და ოსმანის შორის არასდროს არ იყო შენ მუსულმანი ხარ და მე ქრისტიანი ვარ. ჩვენ ვიყავით ძმები და მე მის შვილებთან, ოჯახთან მას გავაგრძელებ ამ ურთიერთობას. ხოლო ტრადიციის მიხედვით ჩვენ ძმაკაცობას, ურთიერთობას, სიყვარულს არ მოვაკლებთ ამ ოჯახს. ჩვენი წესის თანახმად ჩვენ ვინაიდან ძალიან გვეჩქარებოდა პატარა ქართული წესის თანახმად ჩამოვიტანეთ რაღაც პატარა უმნიშვნელო საჩუქარი, რომელიც გვინდა გადავცეთ და ეს 5 მომეცეთ. ეს არის ჩვენი პატარა საჩუქარი, რომელიც არის დამზადებული გებეთი და ეს იქნება ტრადიციული და ეს მინდა ოსმანის შვილს, გოგონას გადავცე ეს საჩუქარი და ეს მინდა აუხსენი მის სახლში იყოს როგორც ოსმანის მამამისის ძმაკაცის საჩუქარი. Sizin evde kalsın, Osman babasıyla iyi arkadaşlar, orada o senin devamlı senin evde kalacak. O hediye. ხოლო ეს არის ჩვენ იმდენად ერთმანეთი გვიყვარდა, რომ ეს არის კიდევ დამატებით ჩემგან მინდა საჩუქარი ქონდათ მათ ოჯახში და ეს ოსმანის ძალიან გაუხარდებოდა. ეს არის ჩვენი ემბლემა და თქვენს ოჯახში იყოს
ბიჭს გადავცე. ეს ქალბატონს ეს არის ოსმანის და ღმერთისგან დაჯილდოებული ქალი არის. მე არ ვიცი აი და როგორც ქართველი ჩვეულებრივი როგორც ქართული ისე იტირა მისი ძმა და ეს არის ადამიანი. ქალბატონი არის მეუღლე და ქალბატონი არის კიდე ერჯერ ვიამბორებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის ეს არის რაღაც თანხა, რომელიც ჩემს სახელზე ოსმანის და ოსმანის დედას რაღაცა გაუკეთო. არა, და ოსმან ანესი ბიში მეზელო იაფთო ბენომ ბენომიჩი. ჩვენ ხვალ ტრადიციის თანახმად წავალთ საფლავზე კიდევ ერჯერ მოვეფერებით მათ საფლავს და მინდა უთხრა მე ვარ ადამიანი რომელსაც ღმერთი მიყვარს და ღმერთს უყვარვა და მე მინდა რომ იცოდნენ რომ მე მათ ოჯახის გვერდზე ვიქნები სანამ ცოცხალი ვიქნები ტრადიციის თანახმად მოვიგონიოთ მე არ ვიცი აქ როგორი წესია რა წესია მაგრამ წესია რომ ღმერთმა გაანათოს ოსმანი და ოსმანის სული დღეს ოსმანი მე აქ დამხვედრო და mაშინ სულ სხვანაირად იქნებოდა Çok sık görüşemiyoruz ama ben Face'den, Instagram'dan sürekli takip ediyorum. მე როცა ვამბობ რომ ესენი ჩემი შვილები არიან, ჩემი ძმის შვილები არიან. Evet. რა სიტყვის? რა სიტყვის? Ne söylüyorum bekliyorum. ჩვენ ქართველები ესეთები ვართ. ჩვენ ქართველები მოსიყვარული ხალხი ვართ, მოსიყვარული ერი ვართ. Ყველა საშუალოა. ამ ტერიტორიაზე ქართველები და ლაზები ცხოვრობენ. აგერ ბიჭები ჩვენ გავიცანით და როგორც უთხარით რომ ჩვენ ლაზები ვართ, ქართველები ვართ, არ ვიცნობდი ერთ ცენტრში მივედი და მინდოდა რომ დაერეკა რომ ჩამოვედი ოჯახისთვის მეცნობებია და შეხედე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ფეხზე დადგნენ საქაურმა ქართველებმაც და საქართველოში მყოფმა ქართველებმა ეს ვიცით უზომოდ ვიცით ადამიანის სიყვარული და მე ვარ კაცი რომელიც ამ ოჯახს არავის დროს არ დავივიწყებ და მინდა გავაგრძელოთ ეს ჩვენი ურთიერთობა ეს არის ზედ გამოჭრილი ოსმანი აი ზედ გამოჭრილი ოსმანი მათესტოლია და ესეთი პატარები იყო როცა აქ მე მოვდიოდი და აი რამოდენა ბიჭი არის ახლა ეს და არის სასწაული ხალი ჩვენ სხვა სიყვარული გვაქვს მე ესეთი მეგობრები მართლა გეუბნებით იშვიათია რა Öyle arkadaşlar yok çok az var. Çok teşekkür. Didi matloba. Didi matloba. ოსმანი არ არის მკვდარი, იმიტომ რომ მას ესეთი კარგი შვილები დარჩა. და ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით, ბიჭებო, დიდ მადლობას გიხდით. ეს არის ვაჟკაცობა, ეს არის მეგობრობა, ეს არის ურთიერთობა და ეს არის ყველაფერი ის, რასაც სინდისი და ნამუსი ქვია. როცა კაცებს კაცობაზე როცა გვაქვს ჩვენ პრეტენზია პირველ რიგში არის კაცურში შედის კაცობა არ არის შენი მეგობარი როცა დაიღუპება ან გაჭირება უწირს მიატოვო არა კაცურია და კაცობა არის ის რომ შენ თავთან უნდა იყო მართალი
აი მის დასთან უნდა იყო ოსმანის დასთან. ეს არის ოსმანი, ეს არის დედა, რომელიც გუშინ დაასაფლავეს. გუშინ წინ. იცით თქვენ ტრადიციის მიხედვით უცებ ასაფლავებენ და ჩვენ თბილისიდან ჩამოვედით, რომ ეს ჩემი ძმა კაცი და ეს მისი დედა აგერ გაჭირებული, კარგი ადამიანი, როგორც დედა ისე მიყვარდა, რომ ამ საფლავს მოუფერებოდი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი პირველი ნომერი ძმა კაცი იყო. და ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ, რომ აქ ხშირად მოვიდა. ეს არის სინდისი, ნამოსი და ღირსება. აი ეს არის შვილი. ასეთი შვილი მინდა გაზარდოს ყველა ქართველმა დედამ. აი ეს არის შვილი და ეს არის და. ამიტომ არის და, რომ ყოველთვის არის დაფასებული მისთვის დაზე უკეთესი არაფერი არ არის. დედამიწის ზურგზე. ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ყველაფერს ვენდობოდი. თქვათ რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მე ამასთან არ მოსულიყავი, არ მეთქვა, ეს ჩემთან არ მოსულიყო და ჩვენ ყველაფერი, გოგოებო, გიო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ტრადიციის მიხედვით, იმიტომ რომ ეს კაცი იყო ჩვენს ტრადიციაზე გაზრდი. მე გითხარით, კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე, მე და ოსმანის ერთი ღმერთი ვყავდა. ოსმანის ერთი ადამიანი იყო ოსმანი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი წლის ძმაკაცები ვართ. ეს არ დაკლებია ბებიას, დედას, მამას, ყველგან ჩემს გვერდზე იდგა, როცა ისინი გარდაიცვალე. ეს ღმერთმა გაანათოს.